ბავშვებო, მოგესალმებით. თქვენთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს. ბიჭებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. ოპა, მაგარია. რა ამბავი მასაუბელო მაი. რადგან მთავრდება ახლა დასვენება, ვერ ვიფიქრებდით, რომ ახლები გვეყოლებოდნენ. მაგრამ ყავს. ჩვენთან მოდიან 3 ახალი გოგონა. ხო, სპორტულები არიან, ამიტომ გოგოებო, ფრთხილად თქვენ შეყვარებულებთან. ვა, მართლა მაგარი ამბავია. ეს რას ნიშნავს? კალათბურთელებო, გაოცებული ვარ, 2 წუთის წინ გვეხუტებოდით და ახლა ეს გიხარიათ? აი თქვენი ნამდვილი სიყვარული თურმე. კარგი გოგოებო, არ იდარდოთ, ჩვენ ხო მაგარი შეყვარებულები ყავს, წავიდეთ. გოგოებო, ჩემგან მომაიც გაგიხარიათ, იქნებ საბოლოოდ შევხვდით ჩემთვის ვინმე სპორტულ გოგოს. გვიხარია მასკოტ. კარგი ბავშვებო, მოდით ახლა ყველამ დავალაგოთ ეს სახლი, სანამ გოგოები მოვლენ. ხო, იმიტომ რომ ნახონ როგორი დისციპლინით ცხოვრობთ ამ სპორტულმა გოგოებმა. ლამაზები და ჭკვიანები. გოგოებო, სხვათა შორის ეს ახალი ამბავი არ მომეწონა. ახლები 3 გოგო თან სპორტსმენები. იმედი მაქვს ჩერლიდერები არ არიან. თუ ჩერლიდერები არიან, მაშინ ჰაკედან წავალ. ეს ახალ კლიენტებს ახალ შეკვეთებს ნიშნავს. ხურდას დაგვიტოვებენ. გოგოებო, ისევ არ გინდათ რომ შეგვირიგდეთ. ხო, ჯერ ისევ დრო გაქვთ, სანამ ახალი გოგოები მოსულან და თქვენი აზრით მათ ვინ მოეწონებათ. რა თქმა უნდა, ყველაზე მაგრები. ბიჭებო, ჩავარდით. რომეო მართალია. მეგობრებო, მეც აკვარ, ხوار და გავიცლოთ. უკვე ვუთხარით ჩერლიდერებს, რომ შეიძლება ჩემი ერთ-ერთი ვიპოვო. ხო. ბიჭებო, სხვათა შორის მასკოტი ძალიან სიმპათიურია, ამიტომ დაწყნარდით. თქვენ რატომ გგონიათ, რომ ყველაზე სიმპათიურები თქვენ ხართ? არასდროს არ მომწონდით. გოგოები, რატომღაც მოიწყინეს? გოგოებო, რა თქვით? არაფერი, მასწავლებელო მაიკ.